გამარჯობა, მე ვარ დიდი პატარა პოდკასტის პატარა წამყვანი კესო გველესიანი და დღეს ჩემი დიდი სტუმარი იქნება გიორგი მარშანია. გამარჯობა გიორგი. გამარჯობა, როგორ ახარ? კარგად თქვენ? მადლობა, კარგად. შეგიძლია შენობით ვილაპარაკოთ, ხო? როგორც შენ გინდა. კარგად. ძალიან გამიხარდა, რომ მომიწვიეს სტუმრად, იმიტომ რომ მე ვნახე შენი გადაცემები, ის ორი გადაცემა რაც იყო და ძალიან მომეწონა და ისაც მინდოდა რომ აი მეთქი ნეტა მეც ვიყო მეთქი ამ გადაცემაში და როგორ გამიმართლა. ისეც ხარ. ძალიან მაგარია და საჩუქრები მოგიტანა, შეიძლება გადმოგცე? კი. არ გამოიხედო ოღონდ ჯერ? ალა. ეს ჟოზესგან არის, ეს არის ნატურალური წვენები. ეს არის ვაშლის და ეს არის მულტიმიქსი, ფორთოხალი, სტაფილო და ვაშლი. და ეს რახან ბავშვებისთვის არის? მარტო ხილია, მეტი არაფერი, დანამატი არ არის. ანუ დედა მოგცემს უფლებას რომ დავლიოთ, ხო? და კიდე მოიცადე, კიდე საპნის ბუშტები, მაგრამ მე ყური მოვკარი რომ ესეთი გქონდა შენ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. მე მგონი მოვუხდა შენ სტუდიას, ხო? კი. რა მხოლოდ ბუშტია. ყდება კაცო. გიყვარს საპნის ბუშტებით თამაში? ბზან. მართლა? ეზოში სუვის ხოლმე რაც ამაკ. მეტი ეზო. ნახე შენ როგორი ილეთები გწოდნია. შენ რაღაც ნომრები გწოდნია, საცირკო ნომრები. ამტერამეს მე აი გასკდა. ესე იგი კარგად ერთობ ბუშტები. ძალიან მიხარია რომ მოგეწონა ჩემი საჩუქრები. მე მაგ აი აქედა ხარ კითხვები. ხო. შეკითხვები რაც არის ერთმანეთის უნდა გამოვიცნოთ. მიდი აბა. კარგი, აქ წერია შენი საყვარელი ფერი. არა, ან მე უნდა გამოვიცნო ეხა. და მე უნდა გამოვიცნო შენი საყვარელი ფერი? მაგარია, მიდი აბა. შენი საყვარელი ფერი არის ყვითელი. მართალია, საიდან გამოიცანი? ვიცი, ყვითელი. კარგი, ახლა მე უნდა გამოვიცნო შენი საყვარელი ფერი, ხო? შენი საყვარელი ფერი იქნება წითელი. არა. იყო, მაგრამ აღარა. იყო. ბავშვობაში. ის მახსოვს, მე ჟოზესგან ეგ მახსოვს. რომ შენი საყვარელი ფერი წითელი იყო და ეხლა რომელია შენი საყვარელი ფერი? გამოიცნო. მე როგორც გამოვიცანი, ის უნდა გამოიცნო შენს. შენიც ყვითელი ხო არ არის? არის, მაგრამ შენ რადგან აერჩიე უკვე? მაშინ სხვა ფერი უნდა თქვა? სხვა რამე უნდა ვირჩი. რა იქნება შენი საყვარელი ფერი? ლურჯი? ლურჯი, რა მაგარია გამოვიცანი. მაგრამ შენ უფრო მალე გამოიცანი, შენ მაშინვე გამოიცანი და მე ცოტა დრო დამჭირდა. აქ წერია შენი საყვარელი ცხოველი. შენი საყვარელი ცხოველია ჟირაფი. საიდან გამოიცანი? ჟირაფი არის ჩემი საყვარელი ცხოველი. კარგი, ახლა მე უნდა გამოვიცნო შენი საყვარელი ცხოველი, ხო? ხო, ჟირაფს არ ავირჩევ. მაგრამ ჟირაფი კი. შენი საყვარელი ცხოველი იქნება კატა. რა რთული თამაშია? უბრალოდ ჩემთვის არის რთული, თორე შენთვის ადვილი თამაშია. ჩემთვის იზია. ხო, ძაღლი. არა. კარგად დაფიქრდი. შენი საყვარელი ცხოველი ძაღლი ხო არ არის? ზაზუნა? ვაიმე არა. რატო? ვაიმე არა, რატო? არ გიყვარს ზაზუნა? არა, მიყვარს საყვარელია, მაგრამ ეგ არა. ყველაზე მეტად არა ეგ. ყველაზე მეტად არა. რა შეიძლება რომ იყოს? აბა ცოტა დამეხმარე, მინიშნება მომეც. კურდღელი? მართლა? მაგარია. კურდღელი მართლა საყვარელი ცხოველია. შენი საყვარელი ცეკვის ანსამბლი. შენი საყვარელი ცეკვის ანსამბლი არის აბა თვალებში დაგაკვირდე. მოდი. სუხეშვილები. რა დვილად გამოიცანი?
ჩემი და ჟოზეს საყვარელი ცეკვის ანსამბლი არის უხიშვილები. და გინდა შენი გამოვიცნო. მე მგონი შენიც უხიშვილებია. კი, ძალიან მაგარია. იდეას უხიშვილებში დავდიო. ხო, მართლა, რა მაგარია. ესე იგი შენ ჟოზეს ნამდვილი მეგობარი ხარ. 16 წლის ხდებოდა, ნუცა ჰქვია და მან დუსმენდით და ცეკვებს ვიმეორებდით მაგის. 16 წლის ნუცას დაბადების დღეზე მღეროდით ჟოზეს სიმღერებზე? ხო. რა მხელა კომპლიმენტია. ადასტურებთ თქვენც. ძალიან მიხარია. იცი როგორ გამოვიცანი? როგორ? იმიტომ რომ ჟოზე არის ყვითელი, ხო. ჟოზე არის ჟირაფი აა. და სუხიშვილებს ცეკვავს. აუ, მეთქი საიდან გამოიცნო ასე მარტივად. ესე იგი შენ შემთხვევით კი არ გამოიცნე, აი კარგად დაფიქრდი და ლოგიკურად მიხვდი. კი არ დავფიქრდი, ნას არ ვიცოდე. იცი რომ მეც მაქვს შეკითხვები შენთან და ეხლა კითხო თუ ჯერ შენ კითხავ სხვა შეკითხვებს და მე მეკითხო. როდესაც გინდა იმ დროს ვკითხე. აი მაინტერესებს აი ჟოზეზე რომ ლაპარაკობ, შენ ჟოზეს უყურებდი როგორც ვიცი. რა თქმა უნდა. და როგორც მე არ ვიცოდი, აი ხო ეხლა გავიგე, რომ შენ მონაწილეობაც გაქვს მიღებული ჟოზეს მულტფილმის შექმნაში, ხო? საახალწლო მულტფილმის შექმნაში ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ეხლა მე ასეთ შეკითხვა მაქვს, რომ აი შენ რა მოგწონდა ჟოზეში და რა მოგწონს ჟოზეს, აი რატო უყურებ? ძალიან საყვარელია. ისე ძალიან კარგად ვიცი რაღაცების გახმოვანება. მართლა? აჰა. და ჟოზეს გახმოვანება მოგწონს? კი. აი რამე ხო არ არის ისეთი, რაზეც გიფიქრია, რომ აი ეს ცოტა სხვანაირად რო ყოფილიყო უკეთესი იქნებოდაო. რომ მე გავითვალისწინო შენი აზრი. ესეც ძალიან კაია, ესე როგორც არა, არის, ეგრეც ასეთ- ძალიან კაია. ასეთი როგორც არის, ეგრეც იდეალურია. ძალიან კაია. შენ ამირჩიე, რომელი გავახმოვანო ეხლა მე? ჟოზეს გმირებიდან? კი, ყველა, აბსოლუტურად. მამინი გაახმოვანი, აბა? კაი, მეც დამანახეთ, რა, მეც დამანახეთ. ეგრე არის კი. ეგ ვიცი, რომ დუტა ახმოვანებს. დუტა ახმოვანებს კი. კი. ყველას უყურე, ვინც ახმოვანებს. ეხლა კიდე შემეკითხე. აბა დუდუნა კურდღელს როგორ გაახმოვანებ? უიყურსას მენი გამიფუჭდა, ვინმე დამეხმარეთ რა. კი. დუდუნას ვინ ახმოვანებს იცი? ვიღაცა გოგო არ გოგო. მახსოვს. სოფო მეძმარიაშვილი ქვია, სოფო ქვია. ვა, რა კარგი. კარგად ახმოვანებ. პიო შეგიძლია? კი. აუ, აღარ აღარ მახსოვს როგორ ლაპარაკობს მაგ მომენტში. აბა რომელი სერია გახსენდება, მითხარი და ის რომ მიდიან თავისი მეგობრები და ის პიო რო რჩება მარტო სკამზე რო წამოკოტრიალებული ესე როზის და ეს რო ეხება წინ და უკან. ჟოზე, ჯერ ნაყინი ვჭამოთ რა. მაგას რა ამობს? ჟოზე, ჯერ ნაყინი ვჭამოთ რა, ჯერ ნაყინი. ჟოზე. ცოტა ის არის, რა ქვია. მსუნაგია, ჭამა უყვარს. მაგრამ კარგად კი ვარ ჯიშობს. კი, და ძლიერიც არის, კი, და ციგნების კითხვაც უყვარს. მოგეწონა? შენი გახმოვანებული? ძალიან. ახალ სერიას რო გავაკეთებ და ახალი პერსონაჟი თუ იქნება, გაახმოვანებ? თან შენ ხო გინდა პოპულარობა? გიყვარს პოპულარობა? კი, აუ მე ვნახე შენ. ჟოზეფინას როგორი ვიცი, ძალიან კარგად ვიცი ჟოზეფინას. ჟოზეფინაც, აბა გააკეთე ჟოზეფინაც. ჩვენ ეს ყველაფერი გამოგვივა. ძალიან მაგარია. ძალიან კარგად აკეთებ. მადლობა. ისე სხვათა შორის სიმღერაც კარგად ვიცი. მართლა? კარგად უღერი? კი. შენ ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ ესე იგი. არ გინდა გაჩვენა? აბა მიდი. ეს მე ვარ ბიჭი ჟოზე, საყვარელი ჟირაფი. უკვე მე რამდენად გადავყირავდი. ნანანანანანანა. ძალიან მაგარია. სცენაზეც გიმღერია? კი, მართლა? კი, აღარ ჟოზეს სიმღერები არა. არა, ის სხვა სიმღერები. კი, კი. ესე იგი გიყვარს შენ სცენაზე დგომა, ეს კამერის წინ დგომა. კი, ძალიან. კიდე მაქვს შეკითხვა შეიძლება? კი. აი შენ უკვე მესამე გადაცემას წერ, ხა მე ვარ მესამე გადაცემაში ხო, სწორად ვიცი. აი შენთვის სასურველი სტუმარი ვინ არის? აი ვისთან გასაუბრებას ისურვებდი, აი ვისგან გაინტერესებს რაღაცები? ლაშა გელაშვილი,
შენგან მაინტერესებს ჟოზე. აბა რა გაინტერესებს მკითხე. ახლა ეს რა ქვია. წამყვანი შენ ახარ შენ უნდა მკითხო. მე ბოდიში ვიხდი ბევრი ავიღე ჩემ თავს. რა უშავს, რამდენიც კი ნებდა ისე. კარგი, აბა მკითხე რა გაინტერესებს. რატო დაარქვი ჟოზე? ჟოზე იცი როგორ დავარქვი, როგორი ამბავი იყო? ჩვენ ეს პერსონაჟი რომ მოვიფიქრეთ, სახელი არ გქონა მოფიქრებული. მე და კემომ. კემომ დახატა და მე მოვიფიქრე და კემოს უთხარი როგორ დაეხატა, ის არის მხატვარი. მე ვერ ვხატავ კარგად, ის კარგად ხატავს და დახატა. ხო, ძალიან კარგად დახატა. ხო და სახელზე რო ვფიქრობდით, აი ვერ მოვიფიქრეთ ისეთი სახელი და ჩვენ მეგობრებს ვკითხეთ. ვაჩვენეთ ეს ნახატი. რომ აი ასეთი ჟირაფი დავხატეთ და ვინ რას დაარქმევდით და სხვადასხვა სახელები გვითხრეს ჟუჟუ, ჟოკო, რაღაცები ეს არ მახსოვს ახლა ყველა სახელი და ეს ბევრი სახელი რო გვითხრეს აქედან ყველაზე მეტად მე და კემოს მოგვეწონა ჟოზე და იქიდან დავარქვით. ანუ თლად მე არ მომიგონია ეს სახელი სხვებმა თქვეს და იქიდან მომეწონა რა. კარგი აურჩევიათ. კარგი იმათმა მოიფიქრეს არჩევით მე ავარჩიე იმათმა მოიფიქრეს კარგი ხო რატომ გადაწყვეტე ანიმაციის შექმნა ეგრე რატო ვერ მივხვდი რაღაცა რაც თქვი მე ვერ მივხვდი ხო ანუ რატო გადავწყვეტე მულტფილმების შექმნა ხა რატო მომინდა რომ მულტფილმები გამეკეთებინა იცი როგორ იყო მე ძალიან მიყვარდა ბავშვობაში და ეხლა ძალიან მიყვარს მულტფილმების ყურება როგორც შენ ხო და ყოველთვის ასე ვიყავი თითქმის რომ რაღაც რომ მომწონდა მე მინდოდა რომ მეც გამემეორებინა და გამეკეთებინა ხო და ასე ჯერ მოვიფიქრე ამბავი მე გავიცანი კემო რომელმაც დახატვა იცოდა შემდეგ გავიცანი ანიმატორები რომლებმაც იცოდნენ ამოძრავება კომპოზიტორები მსახიობები ზოგს მანამდე ვიცნობდი ზოგი მე გავიცანი და ესე მოკლედ თავარი იყო რომ მეც მინდოდა რომ გამეკეთებინა ის რაც მომწონდა აი რო გააცოცხლე ჟოზე როგორი შეგრძნება გქონდა გულწრფელად გითხრა თუ გინდა თავიდან პირველი სერია რო გავაკეთეთ გულწრფელად გითხრა მე არ მომეწონა მეგონა რომ აი ხანდახან ხო არის რომ კრიტიკულად უყურებ შენ თავს რომ აი რო გავაკეთე და აი მე მგონი არ ვარგა მე მგონი არ გამომივიდა აი ესე ვფიქრობ ხო მეც ეგეთი ვარ ხოლმე ხო და ეგრე ვფიქრობდი და ისა რა ქვია რამდენიმე თვე არც ავტვირთე YouTube-ზე არ დავდე, იმიტომ რომ მეგონა რომ არავის არ მოეწონებოდა, არ გამომივიდა ისეთი როგორც მინდოდა და ამიტომ არ ღირს რომ სხვა ადამიანებს ვაჩვენო. ხო და მე ვიფიქრე რომ მაინც რომ ნახონ, აი დაუშვათ არ გამომივიდა და ცუდი მულტფილმია, მაგრამ მაინც რომ ნახონ რა მოხდება. მაინც უნდა ნახონ, ანუ თუ ცუდი გამოგივიდა, თუ კარგი გამოგივიდა, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, იქნებ კარგი გამოგივიდა და ყველა ბავშვს მოეწონა. აი, ზუსტად ეგრე ვიფიქრე და ავდექი და ავტვირთე მაინც რომ მეთქი რა მოხდება რა, თუ არ მოეწონებათ, არ მოეწონებათ, თუ მოეწონებათ და მე აღმოჩნდა რომ მოეწონათ. ძალიან გამიხარდა. ყველა ბავშვს თითქმის. იცი რამდენი ნახო გვაქვს ახლა YouTube-ზე? რამდენი? 800 მილიონზე მეტი. მაგდენი ადამიანიც კი არ არსებობს. მოერთო მიშველე? 800 მილიონი ძალიან ბევრია, ხო. ნუ ნახე რო იცინადი. რა იციან ეს უფროსებმა, სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ და ხო, აი რა არა უშავს, კარგი, არ მიაქციო ყურადღება. აი ეხა აქ მაქვს მე ერთი რაღაცა წინადადებები წერია თუ რაც წერია, ის წერია. ეხა მე ამას ამოვიღებ და წავიკითხავ და მე გაიგებ რამდენს გავაკეთოთ და კარგი, მე გავიგებ, კარგი. ანუ ორი სიმართლე უნდა თქვა და ერთი უნდა გამოიგონო. და შენ უნდა გამოიცნო რომელი. ხო, და უნდა რომელი. გამოიცნო რომელი არის ტყუილი და შენ უნდა მომიყვა ის ამბები. მაგას ბევრი ფიქრი სჭირდება ახლა და ხო, ცოტა დრო მჭირდება, ხო და მელოდები. ხო მომცემ საშუალებას, რომ მე ამასობაში ზღვაზე წავალ და ბიჭდი. გიყვარს ზღვაზე? თა? თაზე? თაში არ გიყვარს დასვენება? ხო, არ გიყვარს იცივე? ლა, ვიყინავი სანერა. მე ესენ მიწითლდება, მე ესეც მიწითლდება. მე ლოყები მაქვს, ისო ქვი შინდისფერი. ფეხები მაქვს მწვანე და ეგეთი ფერები მაქვს ჩემს ხელზე. კარგი, აბა გეტყვი. ერთი ამბავი არის ის, რომ
არ უნდა თქვა ის არის ტყუილი თუ. არა, მე გეტყვის ამ ამბავს და შენ გამოიცე. ხო. ერთი ამბავი არის მე რომ მოვდიოდი აქ ძალიან ნერვიულობდი, რომ ასეთ საპასუხისმგებლო პოდკასტში მოვდიოდი. მეორე არის რომ მუხიანიდან აქ ფეხით მოვედი, იცი სად არის მუხიანი და მესამე არის რომ წამოსვლამდე ჩემმა შვილმა და ძაღლმა სათამაშო ვერ გაიყვეს და ამის გამო იჭყუბეს. ფეხით ვერ წამოხვედოდი. აბა, კარგად დაფიქრდი. მე დროს მოგცემ. შენც ხომ მომეცი დრო. პირველი რომ იყო შემახსენე. პირველი იყო რომ მე აქ რომ მოვდიოდი, ძალიან ნერვიულობდი, რომ დიდი პასუხისმგებლო ძალიან მნიშვნელოვან პოდკასტში მოვდიოდი და ვღელავდი. მნიშვნელოვანი აქ რაშია ახლა? ჩემთვის არის, იმიტომ რომ ასეთი წამყვანი არის, ასეთი კარგი პოდკასტია, ასეთი კარგი სტუმრები ყავდა ჩემამდე და მე ჩავთვალე რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა. კარგი, ეგ მეხმარება ცოტათი. კარგი, და მუხიანიდან რო ფეხით მოვედი? იცი სად არის მუხიანი? მუხიანი არის აქედან დაახლოებით 13 კილომეტრში. იცი 13 კილომეტრი რამდენია? 13,000 ნაბიჯი. ხო. მეორე არის ტყუილი. მართალია, სწორად მიხარ. ხო, ფეხით როგორ წამოხვიდოდი, ხელა კილომეტრი იყო. ფეხით როგორ წამოხვიდოდი, ვითომ. ეხლა შენ უნდა თქვა სამი ამბავი თუ ისე მე უნდა ვთქვა? ალა, ეხლა მე უნდა. აბა მიდი თუ გამოიცნე. კალია შემომახტა და ის რა ქვია, ვეღარ მოვითმინე ისე მეშინოდა და წავიქეცი. კარგი? მეორე იყო ავტობუსში ვიყავით 13 კაი გავიღადავე. 1.5 საათი საცობში. ავტობუსში იყავი 9 საათი საცობში. მეორე ეგ არის. პირველი არის რომ კალია მოგახტა და წაიკეცი. მაგრამ არ ვიცი მე არ ვიცი. დამაჯერებელი არ არის რომ ავტობუსში 30 წუთი იყავი საცობში? კაი, მესამე? ბარბარეს სახში წავედი და ბარბარეს ძმამ ძალიან გამაცინო და ვერც ვჩერდებოდი უკვე ისე ვიცინოდი. ეგ როდის იყო? ეგ იყო აღარ მახსოვს. თვეების წინ. კარგი, მოდი აბა ვიმსჯელოთ თვეების წინ. ესე იგი, ერთი ამბავი არის რომ კალია შემოგახტა და შენ ისე შეგეშინა რომ წაიკეცი. გაშეშებული იყავი და მერე წაიკეცი. დანიფთი ვეგონე რაღაცა და. აჰა. მეორე ამბავი არის ის რომ ავტობუსში იყავი 30 წუთი საცობში. და მესამე ამბავი არის ის რომ ბარბარესთან იყავი სტუმრად და ბარბარეს ძმამ იმდენი გაცინა რომ ვერ ჩერდებოდი. მე მგონი კალია რო შემოგახტა შენ არ წაიქცევოდი. მე ეგრე მგონია რომ ეგ არის ტყუილი. იქნებ შიშისგან რა ესე თავდული რაღაცა გები. ხო და შენ მაინც და მაინც მშიშა რო გოგოს არ გავხარ. შეიძლება მოულოდნელობისგან წაიქეცი და ეს ნამდვილი ისტორია არის, მაგრამ ესე მშიშა რო გოგოს არ გავხარ შენ. ამიტომ ეგ მგონია მოგონილი ამბავი. კი. გამოვიცანი? მაგარია, ერთით-ერთი. აი, მაინც და მაინც ჟირაფი რატო შექმენი? მაინც და მაინც ჟირაფი რატო შევქმენი, იცი? როცა მულტფილმის გაკეთება გადავწყვიტე, მე მინდოდა რაღაც პერსონაჟი შემექმნა. ოღონდ ისეთი პერსონაჟი ყოფილიყო, რაც ხშირად არ არის გამოყენებული მულტფილმში. და რაც ეს ცხოველები მომდიოდა, აი კურდღელი, დათვი, ეს თავში რაც მომდიოდა, რომ იქნებ კურდღელი. კურდღელზე ბევრი პერსონაჟი გამახსენა, დათვზეც ბევრი პერსონაჟი გამახსენდა, ხო? აი კატაზეც მაგალითად ხო არის ჩექმებიანი კატა, ტომი და ჯერის კატაც კატა არის, ხო? ხო ბევრი გახსენდება და ჟირაფზე არავინ არ გამახსენდა. და ვიფიქრე, მოდი ჟირაფი იყოს მეთქი და მე რო დავფიქრდი, ჟირაფი ისედაც თითქოს მულტფილმის გმირს არ გავს, აი ყველა ცხოველზე დიდია, ხო? ანუ ძალიან მაღალია, განსხვავებულია ისედაც და ისე მომეწონა, რომ აი ამით ავირჩიე ჟირაფი და მე მგონი კარგად ავირჩიე, ხო? აიმიტომ რომ ყოფილიყო დათვი ჟოზე. მე მგონი ჟირაფი ჟოზე ჯობია. მე ვარ დათვი ჟოზე, გომორჯო. ეს მე ვარ დათვი ჟოზე, ესე რომ იმღერებდა, ხო? ეს მე ვარ დათვი. გომორჯო, მე ვარ დათვი ჟოზე. შენ რო გაგეკეთებინა, შენ რომელ ცხოველს აირჩევდი? მე ჟირაფს ავირჩევდი, იცი რატო? რატო? იმიტომ რომ გრძელყელიანი რო არის და ძალიან ისეთი, ანუ გრძელი ყელი რო აქვს და თანომღერის გრძელი ყელი ჭირდება, ხო? ხო და ანუ მეც ეგეთი ვარ უკვე ცეკვაზე რომ თავს წევდა უკვე ისე რომ კისერი რომ ესდება უკვე იმხელა კისერი მექნება ის ჟოზეფინასავით. ეხა ჟოზე აქ რომ იყოს შენზე რა სიტყვა და აი მე რართული შეკითხვაა. არ ვიცი რა სიტყვა და
ალბათ მეტყო და მამიკო ძალიან მიყვარხარო. მე მგონი ამას მეტყოდა. კაგი. ეგეც ძალიან კაია. რანაირად აკეთებ? ორი ბურთიდან ერთი დიდი გააკეთე. ძალიან ადვილია. აბა ერთი მე თუ ვიზამ ერთი. ეცე? ნახე, ერთი ვარ ბურთს გავაკეთე. და ეხა ეს მეორე. მე ჩადე ერთი. მე ამდენი რამე კი არ ერთი დიდი ხო იყო? ხო. ეხა უფრო დაპეტარავდა, მაგრამ არ გასკდომილა. აბა ერთი კავსინჯური გამომართლა მაინტერესებს. აბა თუ გიყვარს სტაფილო, ვაშლი და პორტოხალი? 15 წელი გააკ. ხო. ეს ვიდეოს დავლევ ამ წამს. ნემნიელესე. აბიჭო რა კაია. არტლაპონდელია. აბა მითხარი რა არის ის ხე? რა ისტორია აქვს? ჩვენი პოდკასტი იწერება აი ხა აქ ლემონ პოდკასტ სტუდიაში. გასაგებია. ძალიან კარგი სტუდია არის. მსახიობობა უფრო რთულია, რომ ცეკვარა და რაღაცებს ესე ტანტარანტა და რაღაცებს რო აკეთებ თუ გახმოვანება. გახმოვანება რთული იმით არის, რომ შენ იმისთვის რომ პერსონაჟის ხასიათი გადმოსცე, გაქვს მხოლოდ ხმა, მეტი არაფერი. და როცა მსახიობი ვარ და პერსონაჟს ვაკეთებ, მე შემიძლია შესაბამისად ჩავიცვა, ხელი ავწიო, ფეხი ავწიო, რაღაც რეკვიზიტი გამოვიყენო, ანუ უფრო მეტი საშუალება მაქვს იმისთვის, რომ პერსონაჟი გადმოვცე. მაგრამ მეორეს მხრივ, როცა ბევრი რაღაც უნდა გააკეთო მსახიობმა, ხო, უნდა ჩაიცვა გრიმი, აი თმა რო წესიერად გქონდეს, ქუდი რო გაისწორო, აი ეს. მეორე მხრივ, მსახიობობა იმით არის რთული, იმიტომ რომ ბევრი რაღაცის გაკეთება გიწევს. მოკლედ გააჩნია როგორ შეხედავ, მარტივი არც ერთი არ არის ნამდვილად. აი და როგორ არგებ ზუსტად, ანუ რო ახმოვანებ ჟოზეს, როგორ არგებ ზუსტად? არ ვიცი, ალბათ ჩემ ტვინში და გონებაში როგორიც უნდა იყოს ჟოზე, ისე ვაკეთებ. თავიდან ზუსტად ეგეთი ჟოზე იყო, როგორიც ახლა არის, თუ რაღაცები შეუცვალე და ეგეთი. არა, შეიცვალა გზადაგზა, თავიდან სხვანაირი იყო. თავიდან იყო 4 ფეხზე, 4 ფეხზე იდგა, როგორ. მახსოვს კი. პირველ სერიებში ეგრე არის. მერე 2 ფეხზე დადგა. მერე ჩავაცვით კომბინიზონი ერთ სერიაში, ოღონდ ყავისფერი კომბინიზონი. ხო, აი სახლის დაალაგებაზე რო არის სიმღერა. და მერე ჩავაცვით აი ეს მოწითალო აგურისფერის ისა კომბინიზონი, რაც ახლა აცვია. იმიტომ რომ ნელ-ნელა განვითარდა. მაშინ როგორ უნდა შეიცვალეს? აი როგორი გეგმები გაქვს? ის გაქვს რომ კიდე ფრთებს გაუკეთებ და ჩაშიფრეს. ვა, კარგი იდეა, ვიფიქრე, მაგაზე არ მიფიქრია, მაგრამ ბზიკის ფორმა ჩააცვი და ეგრე რო აკეთებს ხოლმე და ხოლო ამღერებეთი არაფერი. ეგ იმ სერიაში არის, ხო? ფრინველებზე რომ მღერის. ბზიკი ვითრუენ. ნა ო, ეგ არის, შენ ზეპირად გწოდნია ყველაფერი. ყველაფერი. რაც შეეხება იმას სამომავლო გეგმებს, ჩვენ ახლა მუშაობთ იმაზე, რომ გავაკეთოთ ჟოზეს სრულმეტრაჟიანი მულტფილმი. იცი რას ნიშნავს სრულმეტრაჟიანი მულტფილმი? არა, აი ჟოზეს სერიას რო ჩართავ, ხო, 10 წუთში მთავრდება. აი ზოგი 5 წუთში მთავრდება. აი სერია, ხო? მე რატომ მგონია რომ დიდხნიანი არის? არა. აი ყველაზე დიდხნიანი არის ის სერია, რომლის შექმნაში შენც მიიღე მონაწილეობა ტიტრებში რო ხარ, საახალწლო სერია. ეს არის 20 წუთი. მაგრამ სრულმეტრაჟიანი ნიშნავს, რომ არის 1 საათზე მეტი. და თან ამას მხოლოდ ტელეფონებში კი არ უყურებ, ან პლანშეტში, ან კომპიუტერში. კინოთეატრში მიდიხარ და იქ უყურებ დიდ ეკრანს.
გრანდიოზულ ეკრანზე. ეს მინდა რომ გავაკეთო. აი და ის რა ქვია, მე ამომიგდო ჟოზეს წერდი და ჟოზე იავნანა ამომიგდო 1 საათიანი. კი, ეგ ახალი პროექტი დავიწყეთ, კი. აი, გეგმა. კი, ეს დავიწყეთ უკვე, ხო? ეს არის დიდი ისენი, რა ქვია, სიმღერა არის გადაკეთებული ისე, რომ ბავშვს დაძინებაში დაეხმაროს. და თვითონ ჟოზე არ მღერის, მხოლოდ მელოდია არის და არის დიდხნიანი 30 წუთიანი, 40 წუთიანი, რომ ბავშვს ჩაეძინოს. აი, რატო ათქმევენ მნიშვნელობა რაღაცებს ზოგჯერ ჟოზეს? ჟოზეს რატო ათქმევენ მნიშვნელოვან რაღაცებს? იმიტომ რომ ჟოზე ხო ბავშვების მეგობარია და შესაბამისად ბავშვებთან ურთიერთობა მოითხოვს ძალიან დიდ ყურადღებას და სიფრთხილეს. და მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა თქვას, იმიტომ რომ ბავშვები მერე ბაძავენ ჟოზეს და ისეთი რამე უნდა თქვას და ისეთი რამე უნდა გააკეთოს, რომ ბავშვი რო გაიმეორებს, კარგი გამოვიდეს, ხო? კარგი რაღაცები უნდა თქვას, ხო ეგრეა? ჩემი აზრით მნიშვნელოვან რაღაცებს რო ამბობს, იქიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჟოზე ხშირად იმეორებს, რომ მიყვარხართ. ამას ამბობს ხშირად, კი, და ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ადამიანებს ხომ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. რატომ არის საჭირო რომ ჟოზეს რომ მეორებს ბავშვებს მიყვარხარს? იმიტომ რომ ჟოზეს მართლა ძალიან უყვარს ბავშვები. და ჩემი აზრით აუცილებელია რომ როცა ვინმე გიყვარს, იმას უთხრა რომ გიყვარს. იმიტომ რომ ეს კარგ ხასიათზე აყენებს და შენ რო ადამიანი გიყვარს, ხო გინდა რომ ის კარგ ხასიათზე დადგეს. აი მაგალითად შენ ვისე უგნები ხოლმე რომ მიყვარხარ. დედას, მამას, ბაბუს, დედას. და იმათ ხო სიამოვნებ. ჩემოჯახის სერკი. ხო, და შენ ხო მართლა ეგრე ფიქრობ რომ ამბობ. აი ჟოზეც მაგიტო ამბობს. შენ ვისე უგნები ყველაზე ხშირად მიყვარხარს? ყველაზე ხშირად? მე მგონი ჩემშულს. ვის უნდა უბნებოდე და არ ეუბნები? იცი რა, ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს. ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვინც მიყვარს, მაგრამ რატო არ ვეუბნები, არ ვიცი. თქვი? იცი რა, დიდები უფრო მორიდებულები არიან და ბავშვებს უფრო მეტი შეუძლიათ, ვიდრე დიდებს და ალბათ მაგიტო არ ვეუბნები ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა რომ ესტუმრე. ძალიან დიდი მადლობა შენ იმისთვის რომ დამპატიჟე. იმედი მაქვს კაი გადაცემა გამოვა. როგორ ფიქრობ, კარგი გამოგვივიდა? არ ვიცი, შენ უნდა მითხრა. შენ ახლა უკეთესად ერკვევი პოდკასტში. შენ როგორ ფიქრობ? მე ძალიან მომეწონა შენთან საუბარი და ძალიან ბევრი რამე გავიგე. აი მაშინ თუ მოგეწონა, ჩემი YouTube არხზე დამასუბსქრაიბე. ახლავე გინდა? კი. მოიცადე. აი, უყურე. ეს ხო არის შენი არხი? კი. აი. მადლობა. დიდი მადლობა შენს. და თქვენს მეგობრებო, დამალაიქეთ, დამაფოლოვეთ, დამასუბსქრაიბეთ. ჩემი პოდკასტი იწერება Lemon Podcast Studio-ში. თუ მინდა ამაშეხედეთ და დაიმახსოვროთ. მომავალ ხუთშაბათამდე. ეს აიდა.